Happy New Year. მოდი მოვყვეთ ხალი წელიც მიულო. რა მოხდა საერთოდ რასთან მქონდა საქმე. გამოვიტანეთ რუკა. აი ეს არის ვენესუელა და აი ამ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ეს არის ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც მტრულად იყო და არის ამერიკის მიმართ განწყობილი. ახლა ნაკლებად, მაგრამ მაინც მოკავშირეა რუსეთის, ჩინეთის, ირანის და არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგების მქონე ქვეყანა. მტრულად იყო განწყობილი 99 წელს მოვიდა ვენესუელას ხელისუფლებაში უგო ჩავესი, რომელიც ანტიამერიკულად იყო სოციალისტური ფლანგი მოვიდა ხელისუფლებაში და ნავთობის ნაციონალიზაცია. ეგ ოპერაცია რო ჩაატარეს, თავდაცვის მინისტრი კი არა აფეთქეს, მაგრამ უგო ჩავესის საფლავი დაბომბეს ამერიკელებმა. აი როგორც აი მელაჩნო პრიატნა თემა. ვენესუელაში ნავთობის მნიშვნელოვან რესურსებს აწარმოებდნენ ამერიკული კომპანიები, ვაჭრობდნენ და ნაციონალიზაცია მოახდინა უგო ჩავესმა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაიყვანა. სხვათა შორის პირველ პერიოდში უგო ჩავესის მმართველობის საკმაოდ დიდი ფული შედიოდა ნავთობიდან ვენესუელას ბიუჯეტში, იქიდან გამომდინარე იმ პერიოდში ნავთობი გაძვირების კაფეო ტენდენცია იყო ნავთობის, მაგრამ შემდეგ 2008 წლის კრიზისის შემდეგ ნავთობის ფასები დავარდა და ვენესუელას ნავთობი ხასიათდება იმით, რომ ეს არის სხვა სახეობები არსებობს ნავთობის რესურსების და ვენესუელას ნავთობი არის ეგრეთ წოდებული მძიმე ნავთობი, რომელიც არის ძვირი მოსაპოვებლად და გადასამუშავებლად და განსაკუთრებით დამოკიდებულია იმაზე, რომ ნავთობის ფასი იყოს მაღალი. ამიტომ როცა დავარდა ნავთობის ფასები, ვენესუელაში საკმაოდ კრიზისი დაიწყო ეკონომიკური, რომელიც თელ მადუროს 2013 წელს მოვიდა მადურო ხელისუფლებაში და რაც კი არის, სულ კრიზისია და ტრამპის მოსვლის შემდეგ ტრამპმა ჯერ განცხადებების დონეზე დაიწყო დაძაბვა ვენესუელას მიმართულებით და უკვე დაახლოებით 1 თვე თუ თვენახევარია, თვენახევის წინ გადაისროლა ფლოტი ვენესუელას საზღვრებისკენ, გამოაცხადა, რომ იქ ვენესუელადან შედის ნარკოტიკები. ეგ რატო არის მნიშვნელოვანი? 1 თვეა უკვე ვენესუელა ცხოვრობს იმ განწყობით, რომ ანუ აგერ მოგვაყენეს ავიამზიდები და რაღაცა ცუდი მოხდება. ანუ ისე არისო, რომ აი ვერავის ვერ წარმოედგინა და უცებ შევარდნენ ამერიკელები. აი საბრძოლო განგაშის მდგომარეობაში უკვე კარგა ხანი ვენესუელა იმყოფებოდა. კი, ანუ ამერიკის ფლოტის ძალიან მნიშვნელოვანი ძალები იყო განლაგებული მომიჯნავე წყლებში, ბლოკადას უკეთებდნენ ფაქტიურად ვენესუელას სანავთობო ვაჭრობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ამასთანავე იქ რაღაც როგორც ამერიკელები ავრცელებდნენ, ძირავდნენ ნარკოგადამზიდავ ნავებს რაღაც წყალქვეშა რაღაც პატარა წყალქვეშა ნავებსაც აკეთებენ. ნარკოკარტელები ამ ნარკოტიკების გადასაზიდ და თან ნავებსაც და ამათ ძირავდნენ, მაგრამ საინტერესო რა არის? საინტერესოა ფაქტი, რომ ვენესუელა არ შედის პირველ ყველაზე მსხვილ ქვეყნებში, რომლებსაც ნავთობის ნარკოტიკები შეაქვთ ამერიკაში. ანუ ამერიკის ნარკოტიკებს და ბრძოლის სამსახურის ანგარიშის მიხედვით ვენესუელადან შესული ნარკოტიკების ოდენობა მცირე პროცენტს შეადგენს ჯამურად ნარკოტიკების იქ კოლუმბია, მექსიკა, სხვათა შორის ჩინეთიდან. ძირითადად ნარკოტიკი ამერიკაში არის ის ფენტანილი, ხო, სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც კეთდება ჩინური მასალა კეთდება მექსიკაში. ხო, ამიტომ ცხადი იყო, რომ ნარკოტიკები არის უბრალოდ ესეთი საბაბი, საინფორმაციო საბაბი. ვენესუელა არ არის ყველაზე მსხვილი ნარკოტიკების პრობლემა თუ გინდა რომ მოაგვარო, კოლუმბია უნდა დაბომბო და ხო. ან ჩინეთი.
ნუ ჩინეთს დაანებთ, ახლა ჩინეთს შეიძლება ვერ დაბომბო, მაგრამ აი კოლუმბიის დაბომბვა თავისუფლად შეძლოთ და ნაკლები ნარკოტიკი მოხდებოდა ამერიკაში. ნუ ამის შემდეგ რაც მოყევი, უკვე დაიწყო მოულოდნელად და სხვათა შორის საინტერესოა, ტრამპს არ უთხოვია სენატისთვის ნებართვა სამხედრო ოპერაციაზე, რაც ამერიკის კანონმდებლობით ამის ვალდებულება ქონდა, მაგრამ ნუ როგორც ამბობენ, ნუ კანონი დაარღვია და ისე დაარტყა, როგორც ტრამპმა თქვა, რატო უნდა მეკითხა იქიდან ინფორმაცია ჟურნალს ხოლმეო და მე არ მინდა რომ გაჟონოს და ისე დავარ. ანუ კრისა გვყავს სენატში. განსხვავება ამერიკის წინა ინტერვენციებისგან ამ ინტერვენციაში არის ის, რომ სხვა შემთხვევებში ამერიკას ჰქონდა შეიძლება იქ არსებობდეს კითხვები ასე იყო, ისე იყო, მაგრამ ჰქონდა გაცილებით მძიმე საინფორმაციო, პოლიტიკური, რეალური საბაბები, მაგალითად იქ რაღაცა შეიძლება ერახში რომ შევიდნენ, კოლინ პაუელი გაეროში იდგა და აი ეს არის მტკიცებულება, რომ ქიმიური იარაღი აქვს სადამს და თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რაღაცა კაცობრიობას საფრთხე ემუქრება, ეგეთი იყო საინფორმაციო მომზადება სანამ შევიდნენ ერახში. თუნდაც ირანი ამ ზაფხულს რაც მოხდა, ნუ ირანზე დარტყმა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის წარმოებას და ნუ შეიძლება აქ არსებობდეს კითხვებია, შეიძლება ამის მიუხედავად ასე თქო გაერო სანქციის გარეშე დაარტყა, მაგრამ ბირთვული იარაღის წარმოება არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც წონადია, შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყანა შეთანხმდება იმაზე, რომ ეს არის წონადი არგუმენტი დარტყმის. ამ შემთხვევაში გაეროს სანქციაზე და სენატის სანქცია. საერთაშორისო სამართალი კი არა. მადურო რო დაიჭირეს, ტრამპი გამოვიდა, არ, პროსტა შევიდა უკეთესი იქნებოდა. აი ტრამპი რო დაიჭირეს მადურო პირდაპირ და ჩვენი ნავთობი აქვთ მაგათ. ჩვენი ნავთობი ანუ ის კი არა რომ აი მე რაღაცას ჩემს ვთქვი, აი ტრამპა თქვა რომ მაგათ ჩვენი ნავთობი აქვთო. ანუ ამათი ნავთობი საიდან აქვთ? აი ნავთობი რა. ნავთობია. ნავთობი სადაც არის ხო ამათი? ნავთობი ხო? სადაც ნავთობი. ნავთობზე შეგვიძლია ტრამპის განცხადება ნახოთ. Tremendous reserves, among the biggest in the world. Some people say it is the biggest in the world. And we're going to be working with Venezuela. We're going to be making the decision as to which oil companies are going to go in, that we're going to allow to go in. But they stole our assets like we were babies. And the United States said absolutely nothing about it. So now we're doing everything about it. Now we're doing 500% about it. But it's a long time after the act took place. So they stole from us, and it was taken by socialists and communists at the time. And Venezuela was going bad, really bad. And meaning our giant oil companies will be spending at least $100 billion of their money, not the government's money. They don't need government money. But they need government protection and need government security that when they spend all this money, it's going to be there so they get their money back and make a very nice return. The plan is for them to spend at least $100 billion to rebuild the capacity and the infrastructure necessary. Venezuela has also... მოკლე შინაარსი იყო, რომ But it's ნავთობი tremendous reserves. აი ზოგი ამბობს, რომ დედამიწაზე ყველაზე მეტი მაგათ და ჩვენ ახლა ჩვენ გადავწყვეტავთ მან ვინ შევა და ვიზზე გაყიდიან მაგ ნავთობს. და იქ ჩვენი ნავთობკომპანიები ფულშადებენ და გადავწყვიტავთ მე მათ შეიძლება ჩვენი ფული არ ჭირდება, თვითონ ჩადებენ ფულს, მაგრამ მათ ჭირდება ჩვენი დაცვა, რომ ასადებენ ის რომ იმას რომ მოიღებენ. მაგის გარანტია უნდა მოიცეთ და მიცეთ. საერთაშორისო სამართალს ქონდა რეალური ფუნქცია და რეალური ეფექტი. ასე როგორც ახლა მოხდა, ასე არ ხდებოდა. ყველა სვლა, რომელიც მანამდე დაურღვევია, რა თქმა უნდა, ამერიკას საერთაშორისო სამართალი, ოღონდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას ყოველთვის აქამდე დარღვევის პროცესს უძებნიდა მნიშვნელოვან საბაბს. კი. ანუ დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ
კონსენსუსთან მიახლოებული მდგომარეობა ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით. პერა დამაჯერებელი ყოფილი. დამაჯერებელი ყოფილი. მაგალითად ბალკანეთში შევარდით და რაღაცა დავამხეთ და კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ეგ იყო შეფუთული, რომ მან ეთნიკური წმენდა მოხდა და ეგ გამონაკლისი არის და განსაკუთრებული ჰუმანიტარული გარემოებები და თქვენ არ ჩათვალოთ, რომ ეგ კიდე რაღაცა ბოდოა კი მიყვებოდა, მაგრამ ისეთი რა, მედიურად შეფუთვადი ამერიკის რაღაცა ფილმს გადაიღებდნენ მე როგორ ამერიკელი მფრინავი რომელიც ჩამოაგდეს და იქ ჩათვახის სნაიპერი დაასდევს და ყველა საინფორმაციო უზრუნველყოფის საშუალებები მიყვებოდა და ეხა პროსტა გამოვიდა და ნავთობი მინდა. რეალურად მოხდა შემდეგი რაღაც ჩვენთვის, საქართველოსთვის. ადრე თუ საქართველოს ზომის მცირე ქვეყანას ოდნავ მაინც აპელირება შეეძლო საერთაშორისო სამართალზე აი რაღაცა რო გვეთქვა ეს ჩვენი ტერიტორიაა ოდნავ არა არა ხო ოდნავ არა უფრო მეტად არა ანუ უფრო მეტად შეეძლო რომ მაგალითად 2008 წლამდე რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა კი ოფიციალურად აღიარებდა კი და შემდეგაც რაღაც ნავიჯებულება და რაღაც გაპრავების ეძე კი რაღაც ჟენევის კონვენცია საერთაშორისო სამართალს ჰქონდა ჩვენთვის ფარის ფუნქცია ცირე ქვეყნები რატო გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რატო გაჩნდა ჩვენნაირი ქვეყნები მანამდე რატო არ არსებობდა რატო იყო მანამდე იმპერიები ავსტრო-უნგრეთი, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია, გერმანიის იმპერია. რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობდა. ძალის პრინციპი იდგა. არსებობდა, მაგრამ ძალიან ისე. არა, დაწერილი, კოდიფიცირებული არ არსებობდა. არ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყო. უბრალოდ იყო შეთანხმება, მოდი 5 წლით არ ვეომრებთ. პირველ მსოფლიო ომის მე რაღაც ერთა ლიგა ამოაყალიბეს. ხელობა იყო, რომელიც ჩამოიშალა. მე რეალურად საერთაშორისო სამართალი გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ყველაზე სისხლის მზღვრელი, ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგად ამერიკა და საბჭოთა კავშირი შეთანხმდა. სინამდვილეში გაიყვეს გავლენის ზონები, უთხრეს ერთმანეთს. შენს გაქვს ბირთვული იარაღი, მეც მაქვს ბირთვული იარაღი. ერთმანეთს გავანადგურებთ. ვერც შენ გაიმარჯვებ, ვერც მე გავიმარჯვებ. ამიტომ მოდი რაღაც უნივერსალურ წესებზე შევთანხმდეთ, იმისთვის რომ მესამე მსოფლიო ომი არ მოხდეს. ამ საერთაშორისო სამართლის ეს იყო ბაზა. გაეროთ ამაზე დაყრდნობით შეიქმნა და ყველა სხვა ორგანიზაცია. მე დაიშალა საბჭოთა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოხდა ამის კიდევ უნიფიცირება და ამის გაუმჯობესება, ოღონდ ამერიკის სასარგებლოდ. იმიტომ რომ ამერიკა ერთპიროვნული მმართველი გახდა მსოფლიოს, მაგრამ ამერიკამ რაღაც საბაზისო საერთაშორისო ნორმები დატოვა, ანუ არ გადახედა. ეხლა ტრამპმა ჯერ ტრამპს კიდევ ბოლომდე არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, გრენლანდიას რო აიღებს ეხლა. გრენლანდიას რო აახევს ნატოს მოკავშირე დანიას, აი მე რენახე შე. აი მოდი გრენლანდიაზეც ორი. არა, აი დავამთავრებ. აი ჩვენთვის პრაქტიკული რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენთვის აქვს პრაქტიკული შემდეგი მნიშვნელობა. კვლავ ბრუნდება ყოველ შემთხვევაში. ასპარეზზე ძალის პრინციპი. ღია და დეკლარირებული. აი ვისაც ძალა აქვს ისა მართალი. ეგეთი თამაშის წესები ბრუნდება, სადაც ჩვენ არა გვაქვს უპირატესობა. ამ სპორტში ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ უპირატესობა. ცუდია ჩვენთვის ეგეთი წესები, სადაც ძლიერი არის მართალი. იმიტომ რომ შენ პატარა ხარ, აპრიორი სუსტი ხარ. და ამერიკა შენ კი არ გიცავს ბიჭოშ, ამერიკას მანამდე სიტყვით მაინც თუ გიცავდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ეხლა სიტყვითაც აღარ გიცავს, ეხლა საერთოდ აღარ აინტერესებს. ეხლა თulis რომ თვითონაც რო აქვს გავლენის ზონა, სხვა ქვეყნებსაც უღიარებს გავლენის ზონას. ძლიერ ქვეყნებს, რუსეთს უღიარებს გავლენის ზონას, ჩინეთს უღიარებს რაღაც ტერიტორიების გავლენის ზონას. ესე იგი რას ნიშნავს? დელტა ფორსი, ტრამპი და შენ ქართველი ლიბერალი ერთად კი არა ხართ, კაცო. ქართველი ლიბერალი ხარ ეხლა საერთაშორისო სამართლის გარეშე დარჩენილი. დელტა ფორსი თავისთვის დაფრინავს იქ გრენლანდიაში და ვენესუელაში. ეს რეგიონი არც აინტერესებს და არც შეუძლია ამ რეგიონში რამე გააკეთოს. ოღონდ ალტერნატიული დელტა ფორსი არსებობს ჩრდილოეთით და აქეთაც სხვათა შორის სამხრეთითაც, თურქეთიც. რომელსაც
რაღაცა შემაფერხებელი ბარიერი რო ქონდა აქამდე, რაღაცა უნდა ემართლებინა, შეეძლოს საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩენილიყო, ამ წესებს თუ დაარღვევდა. ეხლა ეგ წესები აღარ არსებობს. აწი პუტინსაც შეუძლია თქვას, რომ მეც მაქვს ძმაო ინტერესები, ჩემი დელტა ფორსის შეიძლება შეფრინდეს სადღაც რომელიღაც იმაში სამთავრობო შენობაში. და ნუ როდასავლელი მაგათ ეგეთი კაი არ, ნუ კაი ბაზარი არა, შეიძლება უფრო სუსტი შენ ყველა ვარიანტში მოგერევიან. შენთვის საკმარისი აქვს. როდასავლელები მაგას კი ეტყვიან. როდასავლელები იტყვიან იმას, რომ რუსეთი აქამდეც არ ღვევდა საერთაშორისო სამართალს და კი, რა თქმა უნდა, არ ღვევდა, ოღონდ. მან მნიშვნელოვანია ჯერ ერთი რუსეთისთვის მაგას ყოველთვის ქონდა მაინც თავისი ფასი, ანუ გარკვეულ ფასი ხდიდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ ფასი ხდიდა. მათ შორის უკრაინაში ომი რო გრძელდება, ეგ ფასის გადახდა, ხო, დანარჩენი დასავლური სამყარო შეთანხმდა, რომ არის ძიმე დარღვევა და ეხმარებიან უკრაინას და ცდილობენ გადაახტევინონ რუსეთს ფასი. ასევე რუსეთის შემთხვევაში და არა მარტო ამერიკის შემთხვევაში დარღვევებს საერთაშორისო სამართლის ასეთი ყველა მხარე ცდილობდა რომ გარკვეული შეფუთვა მოეძებნა. როგორც შიდა აუდიტორიის, ასევე საგარეო აუდიტორიის. იმიტომ რომ ერთი რაღაცა უნდა გვესწროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. საერთაშორისო სამართალი არის მთავარი მიზეზი და საფუძველი იმის, რომ ჩვენაირი პატარა ქვეყნები არსებობს. საერთაშორისო სამართალი რა არის? გაწყვიტა მსოფლიომ, მსოფლიო ძლიერმა ქვეყნებმა გაწყვიტეს ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომში და იმისთვის რომ ასეთი რაღაცა არ განმეორებულიყო ან რაღაცა არიდების შესაძლებლობა ყოფილიყო, გაიწერა რაღაცა წესები, აუცილებელი საერთაშორისო კანონები, რომლებიც აი საბაზისო კანონებია მაგალითად ის რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არსებობს, ის რომ ამ სუვერენიტეტში ჩარევა არ შეიძლება გარეთ არსებობს დიპლომატიური იმუნიტეტი, შეიძლება ვიღაცის უფროსი და პრეზიდენტი არ გევასებოდეს, მაგრამ იმისი დაჭერა და შენი სამართლით გასამართლება არ შეიძლება ეგ იყოს საერთაშორისო სამართალი, მაგრამ ვიღაცამ ეხა მადურო რო ვერტფრენში ჩატენა და ნიუ-იორკის სასამართლოში გაგასამართლებ ნუ მორჩა უკვე ნუ აი ეს საბაზისო ქვეყნისთვის განსაკუთრებულად სახიფათო. მოდი ასე ვთქვა, აი გარემო ქვეყნისთვის ეგ არის ყველაზე სახიფათო. თუ ჩვენ რამე უნდა გვაინტერესებს ასეთ ფაქტებში, არის ის რომ საერთაშორისო სამართლის დაუფერულება საფრთხეა ჩვენთვის. ვიღაცებს შეიძლება იფიქროს, რომ ეს ერთხელ გააკეთა ამერიკამ. ეხლა სხვათა შორის მიდის ლაპარაკი გრენლანდიაზე. ანუ ეს რაღაცა ისეთი გამოვლინება კი არ არის მეგობრებო, რომ რაღაცა ერთი რაღაცა ამოვარდნილი შემთხვევა. ეს სინამდვილეში მართლა უკვე ეპოქალური ცვლილების მომსწრენი ვართ, როცა უკვე მიდის ლაპარაკი ამერიკა პირდაპირ ლაპარაკობს გრენლანდიაც ჩემთვის მინდა. გრენლანდიისთვის განკუთვნილ ფულზე ჯერ არ ვსაუბრობ. შეიძლება ამაზეც ვილაპარაკო. მაგრამ ახლა ჩვენ ვაპირებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც მოვიმოქმედოთ. მოსწონთ მათ ეს თუ არა. იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი ჩაიგდებენ ხელში გრენლანდიას. ჩვენ კი არ ვაპირებთ რუსეთი ან ჩინეთი მეზობლად გვავდეს. გასაგებია? მე ვისურვებდი გარიგებას. იცით იოლი გზით, მაგრამ თუ იოლი გზით არ გამოვა, მაშინ ამას რთული გზით გავაკეთებთ. და სხვადასხვა მე დანიის ფანიც ვარ, უნდა გითხრათ. ისინი ძალიან კარგად მეკცეოდნენ. დიდი ფანი ვარ. მაგრამ ის ფაქტი, რომ იქ 500 წლის წინ ნავი მიადგათ, არ ნიშნავს, რომ ეს მიცა მათ ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბევრი ნავიც მისულა იქ, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, რადგან ახლა გრენლანდიის გარშემო რომ გაიხედოთ, იქ რუსული გამანადგურებელი გემებია, ჩინური გამანადგურებლები და უფრო დიდებიც. რუსული წყალყვეშა ნავები კი ყველგანაა. ჩვენ არ დაუშვებთ რუსეთის ან ჩინეთის მიერ გრენლანდიის ოკუპაციას. არადა სწორედ ამას იზავენ ისინი, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც გავაკეთოთ, ან კარგით, ან უფრო რთული გზით. აი ეგ ტექსტი იყო მთლიანად შედევრი იყო რა. აი ჯერ საიდან დავიწყოთ, იცი რომ მან შეიძლება რუსები და ჩინელები შევიდნენ და ბიჭო ნატოს წევრია დანია. შენი ბაზა დააყენე. ანუ ნატოს წევრ დანიას თუ ჩინეთმა ან რუსეთმა შეუტია, ვალდებულება გაქვს რომ დაიცვა ისედაც.
სინამდვილეში ანუ ეგ მოხსნილი არის რა ვაიმე დედა ჩინეთი არ შევარდეთ ჩვენ უნდა შევარდეთ რა შუაში ეგ ერთი მეორე აი ძალიან მაგარია იყო კიდე ისი რაღაცა 500 წლის წინ მან რაღაცა ნავი მიცურდა მაგიტო ათქვენი ჩვენი მისულა ერთი 500 წლის წინ ვაფშე ამერიკა არ არსებობდა მაგრამ მე ხო მისულა მაგრამ ბიჭო რავი 500 წლის წინ ნავი რომ მივიდა იმის მერე ნავები დაცურან და ვაფშე მაგათია 500 წელია უნდათ იმ გრენლანდიელებს ამერიკის შემადგენლობაში თან თვითონ ტრამპა თქვა მაგათ უნდათ არ უნდათ მაგათ ვინ ეკითხებათ ან რბილი გზით მივაღწევთ ან ძიმე გზითო და ანუ მან როგორ დადგა იცი აი ხო შეიძლებოდა რომ მან როგორ შეფუთულიყო იცი რომ გრენლანდიელ ხალხს ძალიან უნდა ამერიკელობა თვითგამორკვევის უფლება აქვს და ჩვენ აი დანიის მიზან მარწუხებისგან გამოვიხსნით რაღაცა ხო შეიძლებოდა ეგეთ შეფუთვის მოგონება რა ბოდვა იქნებოდა მაგრამ ну აი რაღაც სახე შევინათ არა ფეხსენ კიდე გრენლანდიელებს ვინ კითხავთ კაცო გრენლანდია ვის იქნება აი ეგრე მასე დადგა ბოლოს მან აი პირდაპირ ცისფერთებში რო არის ხო იცი გაიტანეთ გრენლანდია ეგ просто უნდა ამოჭრა ამ ამბავში უნდა დაადო ბოლოს აი მაგ მასშტაბის სურეალიზმის რაზეა საუბარი რა უნდა ამერიკას აი ეს არის გრენლანდია ну ეხლა ზომით ამ ხელა არ არის სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია მაგრამ ეს არის Google Maps-ის ილუზია რაც ჩრდილოეთი და სამხრეთი ტერიტორიების მერკადორის პროექცია არის დაახლოებით არის ყაზახეთის ზომის ტერიტორია ანუ ძალიან დიდი კუნძულია მაგრამ რა თქმა უნდა არ ამხელა ეს არის სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული რომელიც ეკუთვნის დანიას ან დანიის შემადგენლობაშია ოღონდ დანიის კანონმდებლობით პარლამენტმა მიიღო ასეთი კანონი, რომლის მიხედვითაც თუ აქ ჩატარდება, თქვათ, რეფერენდუმი გრენლანდიაში და ადგილობრივები გადაწყვეტენ რომ უნდა გამოყოფა, მათ აქვთ ამის უფლება, მაგრამ ну ეხლა რა კვლევებით სტარდება, მიზერული პროცენტი უჭერს ამერიკასთან შეერთებას მხარს, ამიტომ ეგ არ უნდათ. არ უნდათ. და გასაგები მიზეზების გამო არ უნდათ. ეხლა რა არის мотиваცია? თქვენ უსმინეთ რომ ტრამპი ამბობს რომ იქ აი აქ დაცურავენ უამრავი ჩინური და რუსული გემები და ჩვენ თუ არ ავიღებთ რუსეთი და ჩინეთი აიღებს, ხო? და უსაფრთხოების მოტივიდან გამომდინარე ჩვენ გვინდა ამ კუნძულის აღება. ეგ არის, ცალსახა ყვილი, არ შეესაბამება სიმართლეს და რატო. გრენლანდიაზე ეხლაც არსებობს ამერიკის ბაზა, რომლის სამხედრო პერსონალის რაოდენობა არის შემცირებული, მანამდე თორსებს სამჯერ მეტი იყო იქ სამხედრო პერსონალის რაოდენობა თვითონ ამერიკამ შეამცირა და ამერიკას თუ ექნება თქვათ სურვილი და ჩათვლის რომ რაღაც საფრთხეები არსებობს დანია სიამოვნებით რამდენ ბაზასაც უნდა რამდენ ჯარისკაცს სამი ბაზა დაამატე კიდე რამდენ რაკეტასაც ყველაფერს განალაგებინებს ისევე როგორც ამერიკასი შეუძლია ბაზების განლაგება როგორც თქვათ ნატოს აქვს ევროპაც ნატოშია, ამერიკაც ნატოშია და ავჭერ ამერიკის ბაზებით არის დახუნძურული ნატოს ქვეყნები, რამდენი ბაზაც უნდა, რამდენი გემიც უნდა, რაც უნდა ის შეუძლია განალაგოს სინამდვილეში, არავინ ამაში არ შეეწინააღმდეგება. პირიქით დაუთმობენ ამის საშუალებას. როცა მიდის საუბარი კუნძული მომეცი, კუნძული მჭირდება, მან გასაგებია რომ უსაფრთხოების მოტივებზე არ არის საუბარი, მოტივები არის სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულის და მის გარშემო არსებული არქტიკის წყლების რესურსები. ეს რესურსები, სხვადასხვა კვლევები არსებობს, სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ვარაუდები, დადასტურებული კვლევები, მაგრამ ეს რესურსები, რაც ცნობილია, არის სინამდვილეში უზარმაზარი. ანუ სინამდვილეში ფინანსური დაინტერესება, რესურსების დაინტერესება აქვს. უსაფრთხოების კუთხით ეხლაც შეუძლია რამდენი ბაზაც უნდა იმდენი განალაგოს. აქედან გამომდინარე, ეხლა რაშია არქტიკის ნიშნულობა. ეს არის გრენლანდია ზემოდან თქვათ. ჩრდილოეთ პოლუსიდან ხედი. პოლუსიდან ხედი, ეს არის გრენლანდია და აი აქ ამათ შორის წყლები, ხო? არის რუსეთის ტერიტორიულ წყლებად იყოფა, კანადის ტერიტორიულ წყლებად იყოფა, მცირე ნაწილი არის ამერიკის ალიასკის ტერიტორიული წყლები და საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს გრენლანდიის მიმდებარე წყლები, რომლებიც ასევე უზარმაზარ რესურსებს შეიცავს
და თვითონ გრენლანდია, რომელიც არის უზარმაზარი სახმელეთო მასივი, ესეც შეიცავს უზარმაზარ რესურსს. ამაზე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ანუ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში კონტინენტურ შელფზე შესაძლებელი არის ნავთობმოპოვება და ეგ ენერგეტიკული რესურსები არის იმისი საკუთრება, ვიზზეც ვრცელდება ამ წყლებზე ექსკლუზიური უფლებები. გრენლანდიას თუ ამერიკის შეერთებული შტატები თავის ნაწილად იფორმებს, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ხდება მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი იქნება და საკმაოდ დიდი ენერგორესურსების საკუთარ ხელში აღების შესაძლებლობა ხდება. აქ საუბარი დაუშვათ იმაზე, რომ აი რუსეთიდან დაუშვათ ბირთვული დარტყმის საფრთხის არსებობის შემთხვევაში გასაგებია რომ ყველაზე მოკლე მიმართულება ამერიკისკენ არის აი ეს ჩრდილოეთ ყინულოვანი მიმართულება და აი აქ რაღაცა ჰაერსაწინააღმდეგო ფარს განვალაგებთ ან ჩვენს რაკეტებს განვალაგებთ, გარწმუნეთ დანიაც და კანადაც სიამოვნებით პრობლემა არ ექნებათ განალაგებენ კი არა, განლაგებული არის, ან თუ რამის განლაგება. თუ რამე არ ყოფნით იმასაც განალაგებენ. პირდაპირ დანიაში განალაგებენ. კი.